British government has announced this year, 2012, as the year of Raoul Wallenberg, because it's in August, it's 100 years ago since he was given birth. And it's very important, especially for the new generation today, to know about Raoul Wallenberg, what his actions in the midst of the Second World War, that he showed such a courage that he, with risk of his own life. There are so many conflicts going around in the world today, and we need to be reminded that there are possibilities to try to be involved in different ways. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სწორედ ის, რომ როგორც წესი, დიპლომატები, რომლებიც ძალიან ხშირად შემოიფარგლებიან ხოლმე კონკრეტული მექანიზმების გამოყენებით, ამ ადამიანმა გამოიყენა ყველა შესაძლო საშუალება, რომელიც დაეხმარება და რომ ამ ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტები, რომლებიც აუბრუნებენ იმაზე, რომ იგი დარბოდა იმ მატარებლის ვაგონების სახურავზე, რომელსაც გადაყავდათ ებრაელები, რომელიც უნდა დაეხვრიტათ რეალურად ან გაზის კამერებში შეეყვანათ და ეფარებოდა მათ დროს როლა არაეტეხათ სამხედროებს. ყველაზე ერთ-ერთი სამწუხარო ფაქტი არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული ამ ადამიანის საბოლოო ბედთან, როდესაც იგი რეალურად გაუჩინარდა 45 წელს უნგრეთიდან და დღემდე ცდილობს შვედების გარეთ დაადგინოს რეალურად რა ბედი ეწია რაულ ვალენბერგს. ასევე ცალსახარო რაულ ვალენბერგს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. მას იქ ჰქონდა განათლება მიღებული და ძალიან ბევრი აკავშირებდა როგორც შვედებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. ყველაზე ოფიციალური მონაცემებით, რაც არსებობდა გარკვეული დოკუმენტაციით, რომელიც მოიპოვება, დადასტურებულია ფაქტი, რომ იგი დააპატიმრეს უნგრეთში, ჩამოიყვანეს მოსკოვში და რეალურად მე მითითებულია, რომ იგი შეყვანილი იქნა სახელმწიფო უშუალოდ კომიტეტის ციხეში. კონკრეტულად მითითებულია დაწესებულება. ამის შემდეგ რუსული მხარე იჩემს, რომ იგი გულის შეტევით არის გარდაცვლილი 2 წლის ნახევარი პატიმრობის შემდეგ. რა თქმა უნდა, ოჯახს ბოლომდე არ სჯერა ამ ვერსიის და დღემდე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. არც მისი საფლავია აღმოჩენილი და არც რეალურად ის ფაქტები, თუ რა შეეწირა რეალურად რაულ